რას გეგმავთ, რა გექნება საახალწლო სუფრაზე, როგორ ხვდებით ცხენის წელს, ცეცხლოვანი ცხენის წელს, რომ აუცილებლად ამ დროს მეგობრებო გაითვალისწინეთ, რომ სუფრაზე რა გვედება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცხენმა თუ ავითვალით შემოგხედათ, პროჯე რომ გაიხეთ, ეგ წელი მაინც ძალიან ცუდი იქნება. ცხენის წაბლი აუცილებლად. აუცმეიკიანი. და აუცილებლად საახალწლო სუფრა ისე არ გააწყოთ, რომ ერთ ორ ასტროლოგს მაინც არ მოусმინოთ, იმიტომ რომ მე მომივიდა წინა წელს. ეგ შეცდომა ვლიცელები. გველის წელი. მაგიდაზე დავდე, შედარებით ისეთ საჭმელი, რომელიც არ უნდა დამედო. ანუ იწავიდა ტრაკისკენ ყოველთვის. ეგ გაგელა რა მაგრამ კიდევ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიქნიოთ ხელი და აუცილებლად უყურეთ მაგ პროგრამას. წელს ამდენ ასტროლოგს გითხე. მე კენს უნდა გითხო რომ გადამწყვეტი მას. საახალწლო ეთერს ველოდები, როდის იქნება რომ ჩამოვიდე. მე ინტერესებს არ იმიტომ რომ შეიძლება ერთმანეთს საპირისპირო რამე თუ თქვეს, ყველა გადაწყვიტა და მაგით კენტი უნდა იყოს. მე მაინტერესებს პავლიკა მოვა ეხა. პავლიკა მოვა ის საგარეს უკვე სამი გადაცემა ჩაწერა. ანა მართლა? ხო, ერთი ნახედა. სტუმრებში როგორ ჭირთ იმას საფეხბურთო გადაცემაში საგარელი. თანაწამყვანია. თანაწამყვანია. საგარელი? ერთად ვიყავთ. მართლა. აზრი კარგი მაცხოვრებელს. შოკოლადის გარშემო და გარშემო. ვალა. ეხლა ეგ დაიწყეს? დაიწყეს და მოიც ერთი წამ. დიახ. გისმენთ. შენ მაინტერესებს პავლიკას რა ქონდა სუფრაზე შარში? შენი შეცდომა რო არ გაიმეორონ, ზო? მოიცერთ. თანაწამყვანად რო გადაცემაში. საგარელი არის სპორტული გადაცემის წამყვანი? ხო. პავლიკასთან ერთად? ხო. ერთად. დაიცა. მოიცა ერთი პროგნოზი. ლუკას რა დაემორცაში? ლუკაცა. სამი კაცი. პავლიაშვილი და მიხეილ ზაგარელი. მიხეილ ზაგარელი სხვა ვინ არის? მიხეილ ზაგარელი არის. ის ხომრობა როა, ხო იცი? ჩემ პლეილისტი შაფლზე რო დააყენებო და ფლუპა კიდე რომ ბეთჰოვენზე გადადის. პავლიკა. ზაგარელი და ხოჭო. ანერ დაითანხმეს. ო, პავლიკა. ანუ მიხეილს ეგრე კარგად ერყვა სპორტში? არა მოსმენილი როგორც. მიხეილ ზაგარელი კარგად. შეიძლება შორს ერყვა, არ ვიცი, მაგრამ უფრო კარგად არ შეერყვა, არის ის რომ მერწყული ცაცი არსის ის დაპირისპირებაში რომელიც ჯობია მეორე კვირის პირველ ნახევარში ეგენი ის. ძალიან მოუთხრა რომ პოდკასტი რომ წარმატებული იყოსო, მე უნდა ვიყო მაგ პოდკასტშიო და შესაბამისად და ფული უნდა მომცეთო? ხო, რა. გადამიხადოთო და იმედია კიდე რაღაც არაკეთებინებს პოდკასტში. არა უჩვენს. ეგ არ ვიცი მოვაკითხე რომ მე არ მინახავს. ის არ გახსოვს დატო? სად იყო მსოფლიოს? ეგ იყო ფონზე რო იძახდა? ეგ იყო 2016-ის ევროპა, მე მგონი. არა, 14-ის სოფლიო იყო. ძალიან ბუფონზე რო იძახის აღმოსავლეთ. ვახო გაფრინდაშვილი ყავდა ეგ და ჯანელა სტუმრად. ეგეც ძალიან ცნაური სეტაპი. ვარცხნობით გავანან. ჯანელას ესეთი სახე ქონდა რომ აი სად ვარ რა მოუწიე. იმიტომ რომ ეგეც წინადება თქო. ბუფონი მერწყულია, მაგრამ სამაგიეროდ დიდი გამოცდილება აქვს. ან მერწყულს ცუდი პერიოდი ქონდა, მაგრამ საერთოდ ზურგს უმაგრებს კოლოსალური გამოცდილება. მერწყულობა დააბალანსა ჯიჯიმ თავისი დიდებული გამოცდილება. ხომსო ვერა მაგდა იჩხოს წაგებს არა მაგისტრი. არა, ხო, ეგ კამერების ამბავი. პავლიკას უთხარი რომ საგარელიც ამოიყვანეთ რაღაცები გაინტერესებს ბიჭებს. წელიწადში 4-ჯერ ბრძოლა, მეხუთე ბრძოლა რამდენი იყო, ეგეც იქნებოდა ალბათ რაღაც ფაქტორი. მეოთხე ბრძოლა იყო. მაგრამ ალბათ მაინც სამწვრთნელო შტაბის გარკვეული შეცდომებსაც შეიძლება. არა, მე მგონია რომ ჰოროსკოპს არ გადახედეს მაგას. მე მგონია რომ მერაბმა ასევე პიოტრ იანის ჰოროსკოპის ნახდა, არც იმას ჰქონდა კარგი და მაგიტო იბრძოლა. თორე ხა მე ვერ წამომიდგინე რომ იმას კარგი ჰოროსკოპი ჰქონდა და მაინც გამოვიდა. არა, იმას არასწორად უწერია ის ნიშანი ჰოროსკოპის. შეესაბამება.